გამარჯობათ მეგობრებო. უბრალო ადამიანი დაგიბრუნდით. მორიგის საშიში ისტორიით. ჩემს ერთ-ერთ ძმაკაც ჰქონდა დაბადების დღე და მოკლედ 2 დღიანი დალევის შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტა უფრო აქტიურად დავდო ხოლმე ვიდეოები, რადგან ამ ბოლო დროს უფრო მეტი გამოხმაურება აქვს ხოლმე ვიდეოებს და ვხედავ რომ ხალხს ძალიან მოწონს და ძალიან ელოდება ხოლმე ახალ ეპიზოდებს. ასე რომ აი ახალი ეპიზოდი, რომელიც 2 კვირის ნაცვლად ერთ კვირაში ან კვირანახევარში გამოვა. და ვეცდები რომ მოვალში უფრო მალე გამოვიდეს ხოლმე. ხო ესე 10-ის ნახევარია და ეხავსვავ ყავას. Anyways, ჩემი ცხოვრების ისტორიებით რომ არ მოგაწყინოთ თავი, მოდი წავიკითხოთ საშიში ისტორია. თუ სწორად მახსოვს, ამ კონკრეტულ ისტორიაში არის სექსუალური ტიპის რაღაცეები. არ მახსოვს რამდენად ბევრია და რამდენად დეტალებში ჩაშლილი, მაგრამ მე გეტყვით რომ თუ ხართ და თუ არ ხართ 18 წელს მიღწეული, ძალიან გთხოვთ, გამორთეთ ეს ვიდეო. ეს ვიდეო შეიცავს ისეთ რაღაცებს, რაც თქვენი ასაკისთვის არ არის გათვლილი და წადით სხვა ვიდეოებს უყურეთ. ზოგადად ამ ვიდეოს არასრულწლოვანი მაინც არ უნდა ხედავდეთ, მე ისე მაქვს სეტინგებში დაკენებული, მაგრამ მაინც საქართველოში ჩვენ ყველაფერზე მიგვიწვდება ხელი. ხო და მე ჩემს ვალს ვიხდი და გეუბნებით რომ ეს კონკრეტული ისტორია შეიცავს ისეთი ტიპის რაღაცებს, რაც თქვენთვის არ არის ჯერ ადრეა. მოკლედ, გათიშე ვიდეო. ველოდები. კაცი მეთქი. მოკლედ მე გაგაფრთხილეთ მე რო არ დაიწყოთ რაღაცეები, ვისაც რა ვიცი, არ ქსიამონებთ მსგავსი რაღაცების მოსმენაც, შეგიძლიათ თქვენს გათიშოთ, დიდი ალბათობით არ მოგეწონებათ. ხო, მე მგონი სულ ესაა ყველაფრის დისკლეიმერი გავაკეთე, რომ მოკლედ არც თუ ისე სახარებელო ისტორია იქნება ვიღაცეებისთვის, მაგრამ საინტერესო ისტორიაა ნამდვილად. ძალიან სპეციფიკური, ძალიან განსხვავებული და დარწმუნებული ვარ, რომ შედარებით ნაკლებად ნაზიბროლა ადამიანები ძალიან ისიამოვნებენ ამ ისტორიით. ასე რომ, ბევრი ლაპარაკის გარეშე გადავიდეთ ისტორიაზე პირდაპირ. დღევანდელ ისტორიას კი ქვია ქალებთან საუბარი გვეკრძალებოდა. მე ერთ-ერთ იმ ძველებურ სამხრეთულ ოჯახში დავიბადე, რომელიც დიდი ხანია სიჩუმეში ჩაძირულიყო და დამბალიყო და რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობდა თავი შეენარჩუნებინა. ერთ დროს ფული გქონდა, რასაც ჩვენს საკუთრებაში მდგარი დიდებული ძველი შენობები მოწმობს. მაგრამ ძველი ფარეხები და სასტუმრო სახლები ცარიელი და მიტოვებული იდგა. ობობის ქსელებით, სარეველებითა და ესპანური ხავსით დახშული. ტყემ ტერიტორიის დაბრუნება დაიწყო. ჩემი ოჯახი ბევრი სხვა ამგვარი ოჯახის მსგავსი იყო. გრძელი, მრუდე საგვარეულო ხაზი, რომელიც გაუპატიურებით, მონობით და ტკივილით იყო აღნიშნული. მაგრამ ერთი რამ გამოგვარჩევდა. ჩემს ოჯახში ქალები არ იყვნენ. არც დედა მყავდა, არც დები და არც ბებიები. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მამაკაცი იყო. თუმცა მე და ჩემს 5 ძმას ეს უცნაურად არასდროს მიგვიჩნევია. ჩვენ გაუნათლებლები ვიყავით და ძირითადად გარე სამყაროსგან მოწყვეტილები. დღეებს მორყეულ მამულში შრომაში ვატარებდით. ჩვენი ყველა მცდელობა კი გარდაულად ამაო იყო. როცა სარეველებს არ ხვეტავდით ან სხვადასხვა შენობიდან 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ნაგავს არ ვწმენდით, ვთამაშობდით. ჩვენი სახლის ნახევრად ველური გარემო თამაშებისთვის იდეალური სცენა იყო. მამა ჩემი კეთილი, მაგრამ კაცრი კაცი იყო. ჩვენი განმარტოებული ცხოვრება უცნაური წესებით იყო აღსავსე. ჩვენს მიწაზე პატარა თეთრი სამლოცველო იდგა, რომელიც ტყეში იყო ნახევრად დამალული. მამა ჩემის განსაკუთრებული მზრუნველობის გამო ის ყველაფერზე უკეთეს მდგომარეობაში იყო. თუმცა მის გარეშე სამლოცველოში შესვლა არ გქონდა ნებადართული. კარზე ჩამოკიდებული საკეტი ჩვენს შეპარვას უშლიდა ხელს. ზოგჯერ ქალაქში წასვლის უფლებასაც გვაძლევდნენ. იქ მისასვლელად პირველად ტყეში ნახევარ საათიანი გზა გავიარეთ. ამიტომ ამ გასვლებს მოუთმენლად ველოდით. თუმცა პირობები არსებობდა. უნდა ერთად გვეარა და ქალებთან საუბარი აკრძალული გქონდა.
შეგვეძლო კაცებთან და სხვა ბიჭებთან საუბარი, მაგრამ მამაშემი მკაცრად ვიკრძალავდა ქალებთან, გოგონებთან, მარტოხელა ქალებთანაც კი საუბარს. ის გვასწავლიდა, რომ ვინმე თუ მოგვესალმებოდა, გვეთქვა დიახ ქალბატონო და მადლობა ქალბატონო, როგორც კარგ, პატარა სამხრეთელ ბიჭებს შეეფერებათ. მაგრამ ამის გარდა ერთი სიტყვაც არ დაგვეძრა. ეს, რა თქმა უნდა, უცნაური იყო, მაგრამ ქალაქში ყველა, როგორც ჩანს, ამ წესებს იცავდა. ქალები თავს გვიქნევდნენ ხოლმე, მაგრამ სხვაგვარად ყველანაირად გვარიდებდნენ თავს. ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად იყო გამჯდარი, რომ არც ერთ ჩვენგანს მისი კითხვის ქვეშ დაყენება არასდროს გაუვლია გონებაში. რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გასტანდა. ჩემმა უფროსმა ძმამ, ჯეიმიმ, თვალების ბრიალი დაიწყო იმ ლამაზ გოგოსთან, რომელიც აფთიაქის ნაყინის განყოფილებაში მუშაობდა. გოგოც არ აყოვნებდა და თვალებს უბრიალებდა. მალე ჩვენს გასვლებზე ის ქურდულად მიდიოდა, მასთან შესახვედრად. ის ჩემს ძმებსა და მე აფთიაქში ან პარკში გვტოვებდა ხოლმე და ჩვენს დუმილს 1 ცენტიანი კამფეტებითა და ნაყინით ყიდულობდა. თუმცა ჯეიმის ეს პატარა რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. ლაზლო, მეორე უმცროსი, ყოველთვის ენაწყლიანი იყო. ერთ დღეს, როცა ქალაქიდან დავბრუნდით, მამამ ჩვენი საქმიანობის შესახებ გვკითხა. ჯეიმი გაიპარა, თქვა ლაზლომ. ის ყოველთვის მიდის და იპარება იმ ნაყინის გოგოს სანახავად. მამას სახე გაუფითრდა. ის ჯეიმისკენ შემობრუნდა და მხრებში ჩაავლო ხელი. ეს სიმართლეა? იკითხა ის ძალიან ჩუმი ხმით. შენ გოგოს ხვდები? ჩვენს თავზე დაძაბული სიჩუმეც ჩამოწვა. ჯეიმიმ პირი გააღო, მაგრამ დახურა. ჯეიმი, გარეთ ვერანდაზე გამომყევი. თქვა მამამ ყინულივით ცივად. მამა ჩემი არასდროს გვცემდა. ეს უნდა დავძინო. მაგრამ როცა ის ნამდვილად გაბრაზდებოდა ან გაღიზიანდებოდა, ისე საუბრობდა, რომ ძვლამდე გაგყინავდა. ისე გაგრძნობინებდა თავს, თითქოს სრულიად არავინ იყავი. როცა ძალიან პატარა ვიყავი და რაიმე შემეშლებოდა, ვმალავდი და საათობით ვტიროდი. დანაშაულის გრძნობისგან მისკდებოდა გული. ჯეიმი და მამა ვერანდაზე გავიდნენ. დანარჩენები სახლში მიმოვიფანტეთ. დღის მხიარული განწყობა გაფუჭდა. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლაზლოს განსაკუთრებით ძლიერ ვურტყამდით და თამაშებში ყველაზე საშინელ როლებს ვაძლევდით. ამის შემდეგ ის უმეტესად დუმდა. ჯეიმი გაფიქრებული დაბრუნდა. დილამდე არც ერთ ჩვენგანს არ უსაუბრია. დილით კი ცდილობდა ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი მომხდარა. იმ დღეს ის მარტო დავიჭირე. სახელოში ჩავავლე ხელი და ვკითხე. რა გითხრა მამამ გუშინ ღამით? ჯეიმიმ ქვემოთ ჩამომხედა. მისი სახე უცებ ძალიან მოხუცებული ჩანდა. მაგრამ მან სუსტად გამიღიმა და თმა ამიჩეჩა. შენ არ გეხება, მითხრა მან. არ იდარდო. ჩვევად არ მქონდა უფროსი ძმა გამებრაზებინა, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. მომდევნო ჯერზე ქალაქში რომ წავედით, ნაყინის გამყიდულმა გოგონამ ჯეიმის თვალები დაუხამხამა. მაგრამ მან მაშინვე სხვაგან გაიხედა და გოგონამაც სევდიანად შეიჭმუხნა წარბები. მას შემდეგ ისეთი კეთილი აღარ ყოფილა ჩვენ მიმართ. ჩემს ბავშვობაზე ბევრი აღარაფერი მეთქმის. ის, რა თქმა უნდა, უნიკალური იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასე ვცხოვრობდით და მე კითხვების დასმის ტიპი არ ვიყავი. ჩვენი ცხოვრება წლების განმავლობაში საკმაოდ უბრალოდ გრძელდებოდა. მე და ჩემი ძმები ვწმენდით ძველ სახლებს, რომლებშიც არავინ არასდროს იცხოვრებდა და ვწმენდით ეზოებს, რომლებსაც არავინ არასდროს გამოიყენებდა.
ტყე უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჩვენ მის გაწმენდას ვასწრებდით. შემდეგ დადგა დღე, როცა ჯეიმის 18 შეუსრულდა. 7 სულიან ოჯახში დაბადების დღეები ხშირი იყო, მაგრამ 18 წელი განსაკუთრებული იყო მამის თქმით. იმ განსაკუთრებულ დღეს მამამ ყველანი ადრე გაგვაღვიძა და სახეები ნერწყვით დასველებული ნაჭრით დაგვბანა. საუკეთესო ტანსაცმლის ჩაცმა გვაიძულა, რომელიც გამოუყენებლობისგან ჩრჩილ-ნაჭამი იყო. ჯეიმის თავისი ერთ-ერთი ძველი კოსტუმი მისცა, რომელიც მის თხელტანზე ფარდასავით ეკიდა. შემდეგ კი სამლოცველოში შევიკრიბეთ. შიგნით ჰაერი მშვიდი და უხმო იყო. მახსოვს იმედგაცრუებული ვიყავი სრულიად ჩვეულებრივი ინტერიერის დანახვით. ყოველთვის მეგონა რომ იქ რაღაც დიდი, საშინელი საიდუმლო იყო, რომელსაც მამა ჩემი იცოდა. მაგრამ ეს უბრალოდ ძველი სამლოცველო აღმოჩნდა. წინ მწკრივად ვისხედით. მამა და ჯეიმი კართან შეყობდნენ. მათ ჩუმად გაცვალის რამდენიმე სიტყვა და შემდეგ დაიძრნენ. ისინი მხარდამხარ მარშირებდნენ და გაშეშებულები წინ იყურებოდნენ. ისინი რაღაც უცხო რიტმზე დადიოდნენ და ნელა მოიწევდნენ სკამების გასწვრივ. მამა ჩემი კათედრის უკან ჩაიმალა და ხის კაცუნის ხმამ კაცრი სიჩუმე დაარღვია. მან ხის ფარდაგი გააღო. მამა და ჯეიმი ისევ ხელჩაკიდებულები ჩასრიალდნენ კარში, კიბეზე, რომელიც ჩვენი რაკურსიდან არ ჩანდა. მე და ჩემი ძმები უხერხულად ვისხედით სკამზე, მოუსვენრად, მაგრამ მაინც ჩუმად. უცნაურ აზვირთებულ შეგრძნებას გრძნობდი, თითქოს რაღაც უზარმაზარი ხდებოდა, რასაც ვერ ხვდებოდი. ეს დაძაბულობა ჩემი უხერხული შარვლის მოშვებულ ძაფებზე წიწკვნით გამოვხატე. მე და ჩემი ძმები დიდხანს ვისხედით ნერვიულად, სანამ მამა ისევ მარტო არ გამოჩნდა. მან თავის უკან კარი მიიხურა. სახლში წასვლის დროა, ბიჭებო. თქვა მან. მინდოდა მეკითხა, სად იყო ჯეიმი, მაგრამ ენა დამძიმებული მქონდა. ამის ნაცვლად უკან მივყევი და ჩვენ ერთად სევდიანი სულით დავბრუნდით მორყეულ სასახლეში, სადაც ვცხოვრობდით. მომდევნო დილით ჯეიმი ისევ იქ იყო, ჩემს გვერდით საწოლზე ხრინავდა. ყველა დაჟინებით ვაკვირდებოდით, რამე ცვლილება ხომ არ ჰქონდა, მაგრამ ის ისეთივე ჯეიმი იყო, როგორც ყოველთვის. ერთადერთი პასუხი, რომელიც ჩვენს კითხვებზე მივიღეთ, იყო ძლიერი წიხლი მკლავში, როცა ზედმეტად ვაწუხებდით. რამდენიმე თვის შემდეგ, შუაღამისას მამა ჩემი ჩვენს ოთახში შემოვიდა. მზერა მესროლა, მაგრამ თავი ავარიდე, თითქოს მეძინა. როცა მან ჩუმად წამოაყენა ჯეიმი და კართან მიიყვანა. ოდნავ ჩამეძინა, მაგრამ ისევ გამეღვიძა, როცა კიბეზე ამოსვლის ხმა გავიგე. ჯეიმი ნელა მოდიოდა თავისი საწოლისკენ. მკრთალი მთვარის სუქზე ვხედავდი, რომ მხრები უკან ყალებდა. ის საბნების ქვეშ შეძვრა. მისი ჩახშული მოთქმა მესმოდა. ამის შემდეგ ჯეიმი შეიცვალა. ის ჩაკეტილი და გაბრაზებული იყო. მან ჩვენთან თამაში შეწყვიტა და ადვილად ბრაზდებოდა. მასსა და მამას შორის გაბრაზებული დაძაბულობა იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ხვდებოდი, რომ ეს ცვლილება სამლოცველოში იმ უცნაურ ადგილს უკავშირდებოდა. ჩვენი ოჯახის საიდუმლოს გამოსარკვევად დიდხანს ლოდინი არ მომიწია. ბოლოს და ბოლოს მე მეორე უფროსი ვიყავი. იმ ნოემბერს ჩემი დაბადების დღე დადგა. იმ დღის ყოველი წამი მახსოვს. მამამ ჩემი ძმების გაღვიძებამდე გამაღვიძა. მთავარ საძინებელში შემიყვანა, სადაც ის თავისი მარტოსული ცხოვრების ღამეებს ატარებდა. ოთახი ალბათ ოდესღაც მდიდრული იყო, მაგრამ ახლა კედლები სიგარეტის კვამლისგან გაშავებული იყო და გაუსწორებელი ცხოვრების სუნი ასდიოდა. საწოლის თეთრეული მხოლოდ ერთ მხარეს იყო დანაოჭებული. მწყინდა იმის გაფიქრება, რომ მამა ყოველ ღამე მარტო იძინებდა ამ უზარმაზარ, ჩრჩილ ნაჭამ საწოლში.
მამამ ისეთივე კოსტიუმი ჩამოცვა, როგორსაც ჯეიმი ატარებდა. ის ცოტათი უკეთ მომერგო, მე მასზე უფრო სრულყოფილი და დაბალი ვიყავი. სარკეში ჩავიხედე და სიამაყის გრძნობამ ამიჩუყა გული. ამჯერად ნამდვილი ჯენტლმენი ვიყავი. ისეთივე სადა და მოწესრიგებული, როგორიც ის კაცები. ძველ ჟურნალებში რომ ხვდებოდნენ, რომლებსაც ზოგჯერ დასუფთავებისას პოულობდით და აღარ ვიყავი სახელაბინძურებული პატარა ბიჭი. ჰალსტუხის გასწორების შემდეგ მამამ უკან დაიხია. თვალები უბრწყინავდა. მისი მკაცრი ტუჩი აუკანკალდა, როდესაც ცერა თითი ლოყაზე გადამისვა. ძალიან ვამაყობ შენით. მითხრა და ჩამეხუტა. გული სითბოთი და სიამაყით ამევსო. ტყეს გავუყევით პატარა თეთრ სამლოცველომდე. გრილი ამინდი იყო და ტყე წითელი და ნარინჯისფერი ფერებით ცოცხლობდა. ჩემი ძმები სკამებზე შეიკრიბდნენ. მე და მამა კი კართან ველოდებოდით. მკლავზე მომხვია ხელი და შემომხედა. უბრალოდ ჩემს მაგალითს მიჰყევი. ჩამჩურჩულა მან. მისმა სიტყვებმა დამამშვიდა. სამლოცველოს კარები თავისით გაიღო და ტყეში ეკლესიის ზარები ხმა გაისმა. სამლოცველოს კარები თავისით გაიღო და ტყეში ეკლესიის ზარების ხმა გაისმა. თუმცა კოშკში მდგარი დაჟანგული ზარი არ იძუროდა. მაგრამ მე არ მეშინოდა. მამა გამიძღვა გასასვლელის გასწვრივ ცარიელი კათედრისკენ. ჩვენ ზარების ხმასთან შესაბამისად მივდიოდით. რისი გაგონებაც როგორც მივხვდი, მხოლოდ ჩვენ ორს შეგვეძლო. ჩემი ძმები სკამზე ჩურჩულებდნენ და ნერვიულად ირხეოდნენ. ჯეიმი კი ბოლოში იჯდა. პირდაპირ წინ იყურებოდა. თვალებდა ბენდული და ზურგშეკრული. ჩვენ ავედით. კათედრის უკან საიდუმლო ძველი და დამპალი სარქველი იდო. მამამ მძიმედ მოკაჩა დაჟანგულ თითფერის რგოლს და ის წყარუნით გაიღო. ჩვენ წინ ქვის კიბე გადაგვეშალა. ბზარებით სავსე. ხავსითა და სოკოებით დაფარული ზედაპირიანი კიბე სიბნელეში ჩადიოდა. იმ დღეს პირველად ვიგრძენი რაღაც სხვა, მოლოდინისა და სიამაყის გარდა. მეშინოდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, წამოსვლა რომ წმდომოდა ვერ შევძლებდი. მე და მამა ფრთხილად ჩავედით კიბეზე. ის კვლავ მჭიდროდ მეჭიდებოდა მკლავზე. მიწისქვეშა გვირაბში აღმოჩნდით, რომელიც საკმარისად მაღალი იყო, რომ წელში გამართულებს გვეარა. თუმცა ჭერიდან წამოსული ფესვები თავზე გვეხებოდა. ერთი წამით შევჩერდით. უცნაური ბურტყუნი თუ ბზუილი შემოისმა და წინ სიბნელიდან ნიავი გამოაქროლა. ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან გვირაბი, როგორც ჩანდა, მხოლოდ უფრო ღრმად შედიოდა მიწაში. მაგრამ ნიავთან ერთად სინათლეც გამოჩნდა. მიწის კედლებში ჩაღრმავებები იყო გაკეთებული და ათობით სანთელი მოულოდნელად დაინთო. მათ ცვილით სავსე ნიშებში. შევხვდი, როდესაც მოულოდნელმა სინათლემ ასობით ჩრჩილი გამოაჩინა. ისინი ცეცხლის შუქზე აფრინდნენ. მათი რბილი ფრთები ფართხალებდა და ლოყაზე მეხებოდა. როცა მე და მამა გვირაბში მივდიოდით, ვიგრძენი როგორ მემატებოდა შიში. ავკანკალდი. მაგრამ მამა ჩემ გვერდით მტკიცედ იდგა და მისი ყოფნა სიმშვიდეს მკვირდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარეთ სიჩუმეში. გვირაბში ხმებიც ისმოდა, სანთლის ცვილის ტკაცუნი, ჭერიდან წვეთების კაპკაპი, ჩვენი ფეხსაცმლის ტკაცუნი და პეპლების ფრთების ფარფალი. ისინი მხრებსა და თავზე მეხვეოდნენ და ხშირად ზედ სახეზეც მაფრინდებოდნენ. მინდოდა მამასთვის მეკითხა, საით მივდიოდით, მაგრამ ისევ ჩუმად ვიყავი. მალევე სუსტი, ტკბილი სუნი ვიგრძენი. თითქმის იმავე წამს სანთლის შუქმა კარი გამოაჩინა. მის გარშემო იმდენი ჩრჩილი იყო შეგროვებული, რომ ჩანდა თითქოს ჩარჩო მოთეთრო მოკანკალე ფრთების ტილოსგან იყო გაკეთებული. მამა ჩემი შემობრუნდა.
სანთლის მერყევ შუქზე მისი სახის ნაკვთები მკვეთრად გამოიკვეთა. ის უფრო მაიმუნს ჰგავდა ვიდრე ადამიანს. აქ დაგტოვებ ჩვილო. მითხრა მან, ხელები მხრებზე შემომხვია. უგეშინია. არაფერი დაგემართება. პირდები. უბრალოდ გააკეთე ის, რასაც ბუნება გარნახობს. მან დაინახა, რომ კანკალებდი და თავისი ხელის სახეზე დამადო. ეს ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობა, მელი. ჯეიმიმ ეს უკვე გააკეთა. ეც გავაკეთე. მამა ჩემმაც ჩემამდე. ის ჩვენი სისხლივით ძველი და უხსოვარია. უფრო ძველიც კია. არაფერი დაგიშავდება. კარგი. ძლივს ამოვილუყლუღე. მამა ჩემმა უფერულად გამეღიმა, შემდეგ შემობრუნდა და კართან დამტოვა. ის უკან კარამდე მოსასვლელი გზით გაუჩინარდა და მარტო დავრჩი. ფრთხილად ქვის კარი შევაღე. მასზე შეკრთნენ და გაფრინდნენ ჩრჩილები. მათი ფრენა ქმნიდა ნისლს, რომლის გაფანტვაც ხელით მიწევდა, რომ რამე დამენახა. ოთახი, რომელშიც აღმოჩნდი, უზარმაზარი იყო. კედლები ასობით ნიშნულებით იყო დაფარული, რომლებშიც სანთლები კაშკაშებდა. იატაკზე კი კიდევ უფრო მეტი სანთელი იყო დაწეპებული. ჩემს პირდაპირ დიდი თეთრი საწოლი იდგა, რომელიც ნატიფი ფარდებით იყო გარშემორტყმული. ტკბილი სუნი დამთრგუნველი იყო, რომელსაც თან ახლდა პირველყოფილი და უსიამოვნო სხეულის სუნის მსგავსი ნოტა. მერე საწოლი აცახცახდა. მის გვერდებზე უცნაური კიდურების წყვილები გაიშალა. ვცდილობდი გამეგო, რასაც ვხედავდი, ეს მკლავები იყო. ადამიანის მკლავები, რომლებიც ადამიანის ხელებით მთავრდებოდა. მაგრამ ისინი ზედმეტად ბევრ ადგილას იკეცებოდნენ და ზედმეტად გრძელი და ფერმკრთალები იყვნენ. მათი იდაყვებიდან ბუმბულებივით გრძელი მყესები იშლებოდა. ეს საწოლი არ იყო. ეს ადამიანი იყო. ალბათ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. მისი სხეული უზარმაზარი, თეთრი და დასიებული იყო. ის, რაც ბალიშები მეგონა, სინამდვილეში უზარმაზარი ჩამოწელილი მკერდი აღმოჩნდა. მოთეთრო, თავისუფალი, მკერდის თავების გარეშე. საწოლის საბნის ამობურცულობა კი უზარმაზარი მუცელი იყო, რომელიც თეთრი ხორცის ტალღებად მიწამდე ეშვებოდა. დავინახე ერთ-ერთმა წყვილმა მკლავმა ნაზად როგორ გასწია თხელი ფარდა. თითქოს პატარძალი მანტიას იხსნიდა. მისი სახე, როგორ აღუწერო მისი სახე. ერთხელ ჩვენი სახლიდან ნაგვის გატანისას ძველი ფაიფურის თოჯინა ვიპოვე. მას უმანკოების დაბერილი, გადაჭარბებული გამომეტყველება ჰქონდა. თუმცა დრომ სახიდან საღებავი ჩამოშალა და მხოლოდ ადამიანურობის უმცირესი იმიტაცია დაუდოვა. არსების სახე იმ თოჯინას ჰგავდა, მაგრამ თვალები დიდი, ამობურცული და სრულიად შავი ჰქონდა. ყველაზე მეტად კი შუბლიდან წყვილი გრძელი, ბუმბულიანი ანტენა ამოსდიოდა. ისინი მისი მკლავების სიგრძის იყვნენ და მაღალი ჭერისკენ იყვნენ აშვერილნი. ისინი გვიმრებივით ნაზად ირხეოდნენ წინ და უკან. როცა ამ უცნაურობით გაოგნებულმა მას შევხედე, არსებამ გამიღიმა. მისი ფერმკრთალი ხორციანი ტუჩები
გვერდზე გადაიწია და გამოაჩინა უბრალო შავი უკბილო პირი. შემდეგ კი დაილაპარაკა. გამარჯობა თქმელო ელია. თქვა მან. ხმა საშინლად უცნაური იყო. ინტონაციაც და სიტყვებიც აშკარად ინგლისური იყო. ხმა კი ქალური, მაგრამ მასში უცნაური ზუზუნი იგრძნობოდა და ისეთი სისქე, თითქოს ვიღაც ყელჩახშული საუბრობდა. რაღაცნაირად საკუთარი ხმა ვიპოვე. რას წარმოადგენ? მკითხე მე. საიდან იცი ჩემი სახელი? არსებიდან უცნაური ზუზუნი და წყარონი ისმოდა. მის სხეულზე ცხიმი ტალღებივით ირხეოდა. უკბილო პირი კი უფრო გაიღო. ის იცინოდა. მე შენ ვარ. თქვა მან. შენ ჩემი არის ნაყოფი ხარ. მე გავაჩინე შენი ძმები, შენი მამა, შენი მამის მამა და მის მამამდე მისი მამაც. შენი სხეულის თითოეული ნაწილი ვიცი, შენი ხორცი, რადგან ის ჩემში გაიზარდა და განვითარდა. ახლა დადგა დრო, რომ შენ საკუთარი თავი გაიღო, რათა მე შენი ვაჟი მივიღო. თითქმის მაშინ მე მივხვდი. საშინელებისა და ზიზღის ნაზავი ვიგრძენი, მაგრამ ეს გრძნობები შორს იყო, თითქოს ჩახშობილი. ტკბილი სურნელი ნესტოებში მეღორებოდა, თავბრუს მახვევდა. მოუხერხებელ ტანზე ცუდად მორგებულ კოსტუმში კანი მიხურდა და მეკავებოდა. შეშინებული უნდა ყოფილიყავი, ზიზღი უნდა მეგრძნო. ახლა როცა უკან ვიხედები, ხვდები რომ ასეც იყო, მაგრამ იმარსების გავლენის ქვეშ ვიყავი. მისი ფერომონების სურნელი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩემი ტვინი მის აღქმასაც კი ვერ ახერხებდა. იმ მომენტში ვიცოდი, რომ ჩემს სხეულს ერთი კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა და ისიც ვიცოდი, რა იყო ეს დანიშნულება. შემდეგ უკვე არსების წინ ვიდექი. მისი მრავალი მკლავი თმაზე, სხეულსა და სახეზე მეფერებოდა. რბილი ბუმბული კი კანს მიტკიცინებდა. ისე ალერსიანად ღუღუნებდა და მელაპარაკებოდა, როცა მასზე ავედი და ჩემი სხეული მის რბილ დამყოლ ხორცში ჩაიძირა. მე მის მუცელზე ვიძექი, მის მკერდზე კი თავი მედო. მის კანთან მიხუტებულს, რომელიც ცომივით წებოვანი იყო, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, როგორიც არასდროს განმიცდია. უსაფრთხოდ ვიყავი, ჩამობურული, საყვარელი. მან თავისით ხელი მკლავები შემომხვია. მისი ზუზუნა გამხნევების სიტყვები კი ტვინში ჭიებივით მიძვრებოდა. და შემდეგ თეძოების მოძრაობა დავიწყე და ზეცაში ვიყავი. ამ შეხვედრის მექანიკურ დეტალებს აღარ გადმოგცემთ. ჩემთვის, რომელიც ჩრჩილის მაგვარ ურჩხულთან და როგორც ჩანს, თანაც დედაჩემთან და ბებიაჩემთან სექსს ვიხსენებ. ეს ისეთივე ტრამვულია, როგორიც თქვენთვის მის შესახებ წაკითხვა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ მსგავსი სიამოვნება აღარასდროს განმიცდია. არასდროს მიგრძნია თავი ასე მოხვეჭილად, ასე შეყვარებულად და ასე უსაფრთხოდ. ახლა ვიცი, რომ გონს არ ვიყავი და ამის გახსენება გულისრევას მიჩენს. მაგრამ კვლავ არის ღამეები, როცა უცებ ვიღვიძებ იმ ზეციური სიამოვნების მოჩვენებას ვგრძნობ და ერთი წამით ვწუხვარ, რომ მას ვეღარასდროს ვიგრძნობ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი იმ არსებასთან ერთად ოთახში. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვიცვამდი ტანსაცმელს ნელა
ჯერ კიდევ ჰაერში გაბნეული ფერომონების ზემოქმედების ქვეშ. მახსოვს, როგორ ისრეს და არსება მუცელს, როცა იქიდან გამოვედი. უკან კი პებლების მთელი ღრუბელი მომყვებოდა. საათობით უსიზმროდ მეძინა. ვახშამზე, როცა სპაგეტის პირში ჩაყრას ვცდილობდი, მამას თვალი გავუსწორე. მან ამაყად გამიღიმა და მეც თავი კარგად ვიგრძენი. მაგრამ ჯეიმიც მიყურებდა. მას აღარ გაუღიმია. მისი პირი კი ახლა სამუდამოდ მკაცრ, დაძაბულ ხაზად ქცეულიყო. სანამ ჩრჩილისებრ არსებასთან შეხვედრა სიზმარივით ფერმკრთალდებოდა, ჯეიმი მაინც მაწუხებდა. განა მას არ განუცდია იგივე ზეციური სიამოვნება, რაც მე? რა თქმა უნდა, შემორჩა შიშის ნარჩენები, თუნდაც ზიზღი იმის მიმართ, რაც გავაკეთეთ, მაგრამ თუ ჩვენი ოჯახის ყველა წევრს გაუკეთებია ეს, რა იყო ამაში ცუდი? ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ჩვენი მემკვიდრეობა იყო. დრო გადიოდა და ჩემი დაბნეულობა თანდათან ბრაზში გადაიზარდა. ჯეიმი ჩვენთან თითქმის აღარ ურთიერთობდა. ნუ თუ ეგონა, რომ ჩვენზე უკეთესი იყო. ნუ თუ ფიქრობდა, რომ მისი გრძნობები როგორღაც გამოარჩევდა მას ოჯახისგან. ჯეიმისთან დაპირისპირების შანსი არასდროს მომცემია. ის თავად მოვიდა ჩემთან. ჩემი მე-18 დაბადების დღიდან დაახლოებით 5 თვე იყო გასული. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მაგრამ ერთ დილას, როცა გავეღვიძეთ, ჰაერში რაღაც უცნაური იგრძნობოდა. ჩემს ძმებს ამის შესახებ ვუთხარი, მაგრამ მათ უბრალოდ სარიელი მზერით შემომხედეს. როცა ჩვენ საქმეებს ვაკეთებდით, უცნაურად ბედნიერი ვიყავი. ერთ-ერთი ძველი სასტუმრო სახლიდან გამოვდიოდით, როცა ჯეიმიმ ხელი უხეშად ჩამოვლო და გვერდით გამიყვანა. თითქმის ცხვირით ცხვირს მიტოლდებოდა, თვალები კი გაფართოებული და ველური ჰქონდა. ახლა კარგად მომისმინელი, გაიჩურჩულა მან. შენი აზრით, რატომ არ გვაძლევდა მამა უფლებას ქალაქში გოგოებთან გვესაუბრა? დაბნეულმა შევხედე. ის არსება სამლოცველოში, განაგრძო მან. არ სურს გარე კონკურენცია. მან გაგვამრავლა ყველა. ბიჭები, მაგრამ მას არ შეუძლია იმ ბავშვის სქესის გაკონტროლება, რომელსაც ქმნის. რატომ გგონია, რომ ჩვენს ოჯახში გოგონები არ არიან? რა გგონია, რა ხდება, როცა რომელიმე დაიბადება? შიშის პირველი ნიშნები მუცლიდან ნელ-ნელა ამომებარა. შენი დღეს მოვა, განაგრძო ჯეიმიმ და სახე მოეუღუშა. მან კლავზე შემოჭერილი ხელი გამიშვა. და შენთვის იმედი მაქვს, რომ გოგო არ იქნება. სახე მოეღრუბლა. მე ასე არ გამიმართლა. სანამ რამეს ვიტყოდი, უკვე წასული იყო. დანარჩენ ძმებს დაედევნა და მეც იქ ვიდექი. გაუგნებული მის კვალს გავუყურებდი. ღამის დადგომასთან ერთად ჩემი შიში იზრდებოდა. მანამდე არსებული სასიამოვნო განწყობა მთლიანად გამიქრა. ღამემ უძილოდ მომისწრო და საათობით ჭერს მივშტერებოდი. როცა კარი ჭრიალით გაიღო, მაშინვე მივხვდი, რომ მამა იყო. ჩემს საწოლთან მოვიდა და ხელის მოძრაობით მანიშნა გავყოლოდი. ბნელ ტყეში გავუყევით გზას სამლოცველოსკენ. ცუდი შეგრძნება ყველგან იყო გამჯდარი. თვით ჰაერშიც კი იგრძნობოდა. ღამის არსებები დადუმებული იყვნენ და ციოდა. სამლოცველო სიბნელეში თეთრ ლაქად იდგა. შიგნით შევედით. იატაკის ფიცრები თითქოს ირხეოდა და როცა მამამ დამალული კარი გააღო, მისი ხმაც გავიგე. საშინელი ზუზუნა მოთქმა, რომელიც რისხვითა და ტკივილით იყო სავსე და რომელსაც არათანამედროვე წივილი და ღრიალი კვეთდა. ტკივილით შეწუხებული ცხოველების ხმები ადრეც გამეგონა. ეს კი თითქოს ყველა იმ ყვირილის საშინელი სიმფონია იყო.
ხმისგან შევკრთი და ადგილზე გავიყინე. მამას შევხედე, რომ გამეგო ჩემი საშინელი შიში მის სახეზე იკითხებოდა თუ არა. გარკვეულწილად ასეც იყო, მაგრამ მის სახეზე სიმკაცრის ნიღაბი ეფარა. მაშინ მივხვდი, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ის ალბათ 100-ჯერ მაინც ჰქონდა გამოცდილი. მან ხელი ჩამკიდა და თითქმის ძალით გამიყვანა გვირაბში. ჩრჩილები გიჟივით აფრიალებდნენ ფრთებს, თავს გვესხმოდნენ და კედლებს ეჯახებოდნენ. რამდენიმე მათგანი სანთლის ალში ჩაფრინდა და ფრთები ქაღალივით სწრაფად დაეწვა. კივილი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა. ოთახში შევედით. არსება ისევ იმავე ადგილას იდგა, მაგრამ ამჯერად მისი სხეული ტალღასავით ირხეოდა. მისი რამდენიმე ხელი კედლებსა და იატაკზე ჰქონდა მიყრდნობილი. ტკბილი სუნი გამქრალიყო, მის ნაცვლად სისხლისა და შიგნეულობის მძაფრი სუნი იდგა. არსების დაბერილი თოჯინის მაგვარი სახე ტკივილისა და მრისხანების საშინელ ნიღბად ქცეულიყო. რაღაც მის შავ პირში იკლაკნებოდა და მისი ხმა დარბაზში ექოდ ირეკლებოდა. ანტენები თავის გარშემო გიჟურად უტრიალებდა. თითოეული ბუმბული კი იკლაკნებოდა და ძრწოდა. როცა დაგვინახა, მისი ფერმკრთალი სახე კიდევ უფრო დაემანჯა. ლევი! დაიღრიალა მან მამის სახელი. რა ჩაიდინე? ჩვენი წიაღის ნაყოფი ჩემთვის მხოლოდ წელას შობს. არსების ტალღასავით მორყეულ სხეულს შევცქეროდი. ყელში კი ნაღველი მადგებოდა. მივხვდი, რომ ის რაღაცას აჩენდა. მის ქვეშ იატაკზე მუქი ლაქა გროვდებოდა. მამა ჩემი არსებისკენ დაიძრა. თითქოს მის დამშვიდებას აპირებდა. მისმა ერთ-ერთმა წყვილმა ხელმა მოულოდნელი ძალით გვერდიდან გააკრა და კედლისკენ გააქანა. მამა სანთლებს წამოედო. არსებამ ღრმა, ხრინწიანი კვნესა გამოსცა. მისმა სხეულმა კიდევ ერთხელ ძლიერად იზგერა და გამოქვაბულის იატაკზე რაღაცის დაცემის სველი ხმა მოჰყვა. ჩემს წინ ფაქტობრივად პარკუჭი იდო. დაახლოებით საზამთროს ზომის, თეთრი და სინათლეზე გარშემო არსებული სითხე უპრიალებდა. არსების კივილი თანდათან ჩაწყნარდა და მხოლოდ ხროტინით სუნთქვა დარჩა. ვუყურებდი, როგორ დაიწყო პარკუჭმა კანკალი. პატარა წითელმა მუშტმა გზა გაკაფა თხელი, გამჭირვალე გარსიდან. ხვრელიდან სუსტი, საცოდავი ტირილი მომესმა. ბავშვი იყო. რაღაც დამემართა. რატომღაც ვიცოდი, რომ ბავშვი ჩემი იყო. დარწმუნებული ვარ, სხვებს მშობლური ინსტინქტის გაუძების შესახებ უკეთესი ისტორიების მოყოლა შეუძლიათ, მაგრამ იმ მომენტში სწორედ ეს დამემართა. სანამ მამა ჩემი და არსება ძალების მოკრებას ცდილობდნენ, მუხლებზე დავდექი და პარკუჭის გახევა დავიწყე, რათა შიგნით მყოფი ბავშვი გამეთავისუფლებინა. პარკუჭს ობობის ქსელის მსგავსი ტექსტურა ჰქონდა. ხელი და წებოვანი. ჩემს შეხებაზე ის იშლებოდა. მალე ბავშვი თავისუფალი იყო. კანი წითელი და ლაქებიანი ჰქონდა და უსწორმასწორო კარტოფილს ჰგავდა. მაგრამ მისი სახე და ტირილი სრულიად ადამიანური იყო და როცა ხელში ავიყვანე, ვიგრძენი. როგორ იწყებდა თავად სამყაროს მექანიზმი ბრუნვას. ჩემი ბედი იცვლებოდა. ელიას! ხრინწიანი ხმით თქვა არსებამ. ავხედე. სახე მოდუნებოდა. შავი თვალები გაფართოებოდა და ბრწყინავდა. სანთლის შუქს ირეკლავდა. მისი ანტენებიც დამშვიდებული იყო და ისევ ნელა მშვიდად ირხეოდა. მან ყველაზე ახლოს მყოფი წყვილი მკლავი ჩემკენ გამოიწვდინა. მომიყვანე! მომთხოვა მან.
ბავშვი წინაუწიე და უეცრად შემზარავი სიცხადით მივხვდი, რომ მას რაღაცა აკლდა. ბავშვი გოგო იყო. არსების მკლავები ბავშვისკენ დაიძაბა. მე კი ინსტინქტურად გულზე მივიკარი. რატომ? ვკითხე. ის უზურპატორია. გამოაფურთხა არსებამ. ის წყელა და მშობიარობა დიდხანს გაგრძელდა. მშია. ტუჩები გაილოკა და შავმა ენამ ნაცრისფერი ნირწყვის ფენა დატოვა. მაშინ ჯეიმის სიტყვები გამახსენდა და მივხვდი, რომ ის მართალი იყო. მამა ფეხზე წამომდგარიყო, გვერდს იჭერდა, აშკარად დაშავებული იყო. ტანსაცმელი კი სანთლის ალს დაეწვა. უბრალოდ მიეცი მას, შვილო. ძლივს ამოისუნთქა მან. მალე დასრულდება. ბავშვს დავხედე. ტიროდა და ფარტხალებდა. პერანგს რაც შეეძლო, ისე ძლიერად ჩაეჭიდა. ტანსაცმლის ქსოვილი მის პატარა მუშტში მოეკუმშა. ცხოვრებაში პირველად საკუთარი გადაწყვეტილება მივიღე. ოჯახს ზურგი ვაქციე და გავიქეცი. ბავშვი გულზე მაგრად მივიკარი და გვირაბში გავარდი. მამა მომაძახოდა, მაგრამ მისი ხმა თანდათან მზარდმა ზუზუნის მსგავს მაღრიელმა ჩაახშო, რომელიც ბოლოს ფიზიკურ ძალას დაემსგავსა. ტალღას, რომელიც გარეთ შორს მაგდებდა. ჩრჩილები სახეში მეხეთქებოდნენ, სანთლებს რომ ჩაუარე, ყველა ჩაქრა და გვირაბი სრულმა სიბნელებმა მოიცვა. მგონი მამა ჩემის ყვირილიც გავიგონე. შიშისგან აღმოცენებული ხმა, რომელიც არსების რისხვაში ჩაიკარგა. ამაზე ფიქრი არ მეყვარს. ჩვენი ტერიტორია დავტოვე და ქალაქისკენ გავემართე. ბავშვი ისე ხმამაღლა ტიროდა, ბოლოს სირბილის შეწყვეტა მომიწია. ფილტვები მეწოდა და ფეხები მეკრუნჩხებოდა. ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია ისეთი შიში, როგორიც მაშინ, როცა ბნელ ტყეში კოჭლობით მოვდიოდი. ჩემი ქალიშვილის ტირილი ნებისმიერ მდევარს ჩემს კვალზე დააყენებდა, მაგრამ არავინ გამომყოლია. ქალაქში შევედი და კარებზე კაკუნი დავიწყე, სანამ ვინმემ არ გამიღო. ჩემი ქალიშვილის ქვითინი თანდათან განუწყვეტილ ტირილიდან ჩუმ სუსტ კვნესაში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მალე დახმარება დასჭირდებოდა. კარი ნაყინის გამყიდულმა გოგომ გამიღო. თმა ძილისგან აჩეჩილი ჰქონდა. რომ დამინახა, მაშინვე მიცნო და ჩემს ხელში ბავშვის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. გთხოვთ დაგვეხმარეთ. ამოვიკვნესე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალს ველაპარაკებოდი. მართლა ველაპარაკებოდი. შირლის ოჯახმა გარკვეული ხნით შემიფარა. მათ მასწავლეს, როგორ მომევლო ჩემი ქალიშვილისთვის, როგორ გამომეცვალა საფენი, მომემზადებინა საკვები ფორმულა და როგორ დამებოყინებინა ბავშვისთვის. მათი სახლიდან არ გავდიოდი, რადგან მეშინოდა. ჩემი ოჯახი არ მენახა. იქ მხოლოდ 1-2 კვირა დავრჩი. შემდეგ კი მე და ჩემმა ქალიშვილმა ისევ გავაგრძელეთ გზა. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით და უცხო ადამიანების სიკეთით ვცხოვრობდით. როგორც წესი, სწორედ ქალები გვეხმარებოდნენ. ყველანაირ ქალს შევხვდი. სამყაროსგან გამობრძმედილებს, გულგატეხილებს, კეთილებს, ცეცხლოვანებს. მათ მასწავლეს სამყაროს შესახებ და იმ ყველაფერზე მიამბეს, რაც აქამდე მაკლდა. როცა იმდენად ჩრდილოეთით აღმოვჩნდით, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი, დასახლებას ვეცადე. ჩემი ქალიშვილი ჯამრთელ, ჩასუქებულ პატარა გოგოდ იზრდებოდა. ის იყო ღერძი, რომლის გარშემოც ჩემი სამყარო ბრუნავდა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, მისთვის ვაკეთებდი. ბოლოს მას დებორა დავარქვი.
მოკლედ, დები. ნორმალური სამსახური ვიპოვეს, სადაც დებისთვის საბავშვო ბაღიც იყო. მაშინ ბავშვის რჩენა დღევანდელზე ცოტა უფრო მარტივი იყო. ამას ვერ უარყოფ. მაგრამ მაინც მთელი ძალით მუშაობდი. ეს ყველაზე მარტივი გზა იყო იმ ჩრდილების გასაფანტად, რომლებიც ჩემს გონებას მოსვენებას არ აძლევდნენ. ხანდახან საყვარლები მყავდა, კაცებიც და ქალებიც, მაგრამ არაფერი გრძელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რაც გამოვიარე, სექსი ჩემთვის რთული იყო. ამის შემდეგ ყოველთვის ბინძურად გრძნობდი თავს და ვერასდროს ვაიგნორებდი იმ უბრალო ფაქტს, რომ ის ვერასოდეს იქნებოდა ისეთი სასიამოვნო, როგორც ის. ეს ცოდნა კი მონსტრად მაგრძნობინებდა თავს. ბოლოს სექსის მიმართ ინტერესის მოჩვენებასაც შევეშვი და ამის შემდეგ უფრო ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნამდვილი ურთიერთობა არასდროს მქონია. ურთიერთობა არ მჭირდებოდა. მე დები მყავდა. წლები გადიოდა და ის ჭკვიან, მხიარულ და ნათელ გოგოდ იზრდებოდა. ჩემი წარსულის ჩრდილები კი სულ უფრო და უფრო შორს მეჩვენებოდა. მაგრამ სულელი ვიყავი. დროის ნებას რომ მივეცი, ჩემი თავი დაემშვიდებინა. ჩემი სისხლის წყევლას ვერ გავექცევი, რაც არ უნდა შორს გავიქცე. გუშინ დების მე-14 დაბადების დღე იყო. დღეს დილით ის სააბაზანოში ჩაიკეტა და საათობით ტიროდა. როცა ბოლოს შიგნით შემიშვა, კივილის შეკავება ძლივს შევძელი. რადგან იქ ჩემი ქალიშვილის შუბლიდან გრძელი ბუმბულიანი ანტენების წყვილი ამოჩრილიყო. და ისიც ქალებთან საუბარი გვეკრძალებოდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საიდან დავიწყო. იმდენად კარგი ისტორია, თან ძალიან დიდიც არაა, ძალიან კარგადაა დაწერილი. მე კიდე რამდენად კარგად შევძელი ამის თარგმნა და მე გახმოვანება, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და ცოტა უფრო მეტად მოახერხებს თქვენი, ესე ვთქვათ, ამ გარემოში გადასვლას, ინტეგრაციას, გადაყვანას. მოკლედ, მე ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეპიზოდი. ისე ამოვნეთ, რამდენად უცნაური ეპიზოდიც არ უნდა ყოფილიყო და რამდენად უცნაური ისტორია. გაუზიარეთ მეგობრებს, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზანზალაკი, რომ მორიგი ეპიზოდები არ გამოგჩეთ და პირველებმა ნახოთ და მოისმინოთ შემდეგი საშიში ისტორიები. რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ჩრჩილის გაჟიმო არავის არ მოგიწევთ. თუ მოგიწევთ და რა ვიცი, ბავშვს გაუფრთხილდით. აბა ჰეთ.